ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების რიცხვი რეკორდულად იზრდება. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით ივლისთან შედარებით მიმართვიანობა ორჯერ არის მომატებული. კლინიკებში შესულ მოქალაქეებს, რომელთა შორის მცირეწლოვნებიც არიან, ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ. სპეციალისტები სამი ტიპის ვირუსულ ინფექციაზე საუბრობენ და გაზრდილ მიმართვიანობას სეზონური ფაქტორით ხსნიან. ამ ეტაპზე ზღვისპირა ქალაქში ეპიდემიის საფრთხეს არ ვარაუდობენ. ხებინება, თავბრუსყრობა, გულისრევა. ანალოგიური სიმპტომებით ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის მიმღებ განყოფილებაში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ბავშვი მიხავთ. მიმღებ განყოფილებაში რეგისტრირებულთა რიცხვი აგვისტოში თითქმის გაორმაგდა. არის შემთხვევები, როცა აქ პაციენტებისთვის პალატების საკმარისი არ არის. უმრავლესობას ნაწლავური ინფექცია აღენიშნება, თუმცა მედიკოსების მტკიცებით ვირუსები სეზონურია და სიტუაცია საგანგაშო არ არის. ჩვენს განყოფილებაში დაახლოებით დღის განმავლობაში 100-120 პაციენტით მოდის. განსაკუთრებით ეს არის 40-50% არის ნაწლავური ინფექცია, რაც ჩვეულებრივად დამახასიათებელია სეზონისთვის. პანიკის საფუძველი არ არსებობს. დღის განმავლობაში 100-ზე მეტი პაციენტი აკითხავს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსაც. მათი უმრავლესობა საკვებით მოწამვლაზე საუბრობს. საავადმყოფოს ხელმძღვანელობა შექმნილ სიტუაციას სეზონური ვირუსებით ხსნის. სასწრაფოთი გადავამოყანეს 4 დღე სიცხე მქონდა მაღალი და მოწამლული ვიყავი. მე ვფიქრობ რაღაც ვირუსი არის, იმიტომ რომ სამ ადამიანს, სადაც მე ვცხოვრობ, სამ ადამიანს ჰქონდა მსგავსი პრობლემა. საფხულის თვეებისთვის დამახასიათებელია საკვებისმიერი ინტოქსიკაციები და დიარეული დაავადებები, არაფერი საგანგაშო ამჟამისთვის არ ხდება. გამოძახებების რაოდენობა გაორმაგდა სასწრაფო დახმარების ცენტრშიც. 19 ბრიგადას ყოველდღიურად 400-მდე პაციენტის მონახულება უწევს. ცენტრის ხელმძღვანელობა გამოძახებების რაოდენობას ტურისტული სეზონით ხსნის. ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ზოგადად გაიზარდა გამოძახებების რაოდენობა. არის როგორც მზის დაკვრა, მზის დამწვრობა, ინფექციური დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზიები, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ყველა ტიპის დაავადებებია და ზოგადად გაზრდილია გამოძახებების რაოდენობა. სეზონურად ყოველთვის ხდება ესეთი რაღაცა, მით უმეტეს როცა მაღალია ტემპერატურა, ხშირად არის დიარეის მოვლენები, გარკვეულწილად არის კვებითი ინტოქსიკაციები, საფხულობით ეს არის ჩვეული მოვლენა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში პაციენტთა გახშირებულ მიმართვიანობას სეზონურ ვირუსებს უკავშირებენ და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ. დაცვის ერთადერთი მექანიზმი არის ჰიგიენური წესების უმკაცრესი დაცვა, ბავშვებს ვასწავლოთ ხელის დაბანა, ყველაზე კარგია ხოლმე ამ დროს ბევრი სითხე აუცილებლად და ეხლა თუ უფრო ცოტა მძიმედ არის სიტუაცია, გადასხმა შეიძლება იყოს საჭირო. მედიკოსების თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ვირუსული ინფექციების გავრცელება მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.